მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სოლის არხს და დიდი ხნის შემდეგ კიდე ერთი აკას განხილვის ვიდეო იქნება დღეს. ეს არის პოლონური ფირმა VBP-ის ჯეკ კარაბინის სრული ზომის 5.56-45-ზე. ვიცი რომ ყველა 7.62-ის განხილვაც გინდათ, მაგრამ მოვა ალბათ მაგისი დროც. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მადლობა უნდა უთხრა ჩემს მეგობარ რეზოს, იმიტომ რომ მის მერამდენე იარაღს ვიღებთ კაცშვილმა არიცის და არ დაუთლია და მადლობა რომ ამის საშუალებას გვაძლევს ხოლმე. რაც შეეხება ხა დღევანდელ ვიდეოს, დღევანდელ ვიდეო არ იქნება მფლობელის თვალით განხილვა, მფლობელის თვალით განხილვა გულისხმობს ხოლმე თავის თავში რომ ამ იარაღზე უკვე რაღაცა რაოდენობა ნასროლი გვაქვს და რაოდენობაში გულისხმობ 1000-ზე მეც მაინც და შესაბამისად უფრო მეტი სიტყვა გვეთქმის. დღევანდელ ვიდეო იქნება პირველი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ რეალურად ეს ამ ფირმის კალაშნიკოვების კარაბინები დღეს საქართველოში დიდი ხანი არ არის, რაც შემოსულია. ნელა ფეხს იკიდებს და ასე თუ ისე პოპულარული გახდა, იმიტომ რომ უბრალოდ ბაზარზე სხვა კალაშნიკოვები ხელმისაწვდომი არ არის. აქ-იქ ხანდახან შემოდის ხოლმე საიგები და იყიდება უკვე ფაქტიურად AR-15-ების ფასში. ვეპრები საერთოდ აღარ შემოდის და რთული საშოვნია და გარდა ამისა კიდე ერთი აკას სახეობა, რომელიც იყიდება ერთ-ერთ მაღაზიაში არის ბულგარული BSR და თუ BSR როგორც ეძახიან ხოლმე და ეს არ არის ის მაღალი დონის კალაშნიკოვი და შესაბამისად მაინც ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს. მას შემდეგ რაც VBP გამოჩნდა იდეაში ბაზარზე, მან ასე თუ ისე თავის ადგილი დაიმკვიდრა, რამდენიმე მაღაზიაში იყიდება უკვე დღეს ეს იარაღები სხვადასხვა კომპლექტაციაში და სანამ უშუალოდ ფირმის ისტორიაზე გადავალთ, ხა რატო 5.56-45 პირველ რიგში ეს განპირობებულია ამუნიციის ხელმისაწვდომობით და ფასით, იმიტომ რომ ზოგადად VBP კალაშნიკოვებს უშვებს და კალაშნიკოვის გარდა AR-15-ებსაც უშვებს აწი უკვე, უშვებს სამ კალიბრზე, ანუ 7.62-ზე, 5.55-ზე და 5.56-ზე და ჩვენთან საქართველოში ფასის კუთხით ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული არის 5.56 და შესაბამისად ხშირად არის ხოლმე რომ მფლობელებიც მაგიტო აკეთებენ არჩევანს ამ ვაზნებზე. რა თქმა უნდა, ხა აკა და 5.56 გემოვნებაში რამდენად ჯდება, ცოტა ისეთი ინდივიდუალური საკითხია, რადგანაც აკას ორიგინალი კალიბრი არ არის, თუმცა ისევ და ისევ თუ სროლა გვინდა და იარაღის ესე სერვანტში დადება არ გვინდა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამ კალიბრის შეძენა არის გამართლებული. რაც შეეხება უშუალოდ თვითონ ამ ფირმას, როგორც გითხარით, დიდი ხანი არ არის საქართველოში გამოჩნდა და თვითონ VBP-ის ისტორია ესე არსად არ წერია ჩამოწერილად, მაგრამ სხვადასხვა ასე ვთქვათ წყაროებიდან შეიძლება მისი მოძიება და როგორც აღმოჩნდა 90-იანი წლებიდან ეს ფირმა ჯერ დაკავებული იყო CV იარაღის გამოშვებით და მერე ნელ-ნელა როცა პოლონეთის ბაზარზე ასე ვთქვათ დაინახეს ნიშა კალაშნიკოვების გამოშვების და ეს პერიოდია პოლონეთი არის სხვათა შორის იყო უბრალოდ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, რომელსაც 5.56-ზე კალაშნიკოვი ჰქონდა შეიარაღებაში, ლაპარაკი არის ბერილის ავტომატზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კალაშნიკოვი არის ამ კალიბრზე, რადგანაც ზოგადად მარტივი არაა ხოლმე, როცა დასავლური და ყოფილი საბჭოთა, ასე ვთქვათ, კულტურის ერთმანეთში შერწყმა და მათი, ასე ვთქვათ, საიმედოდ მუშაობა იარაღში არ არის ხოლმე მარტივი გადასაწყვეტი და ნუ პოლონეთს დიდი ხანი ჰქონდა ბერილის შეიარაღებაში, თვითონ ბერილის მწარმოებელი ამ შემთხვევაში რადომი არის ესეთი ქარხანა, რომელიც არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე, ალბათ ერთი 150 წლიანი ისტორიის მქონე ცეცხლსასროლი იარაღების გამოშვებაში, სამხედრო დაკვეთებს უშვებს ჩვეულებრივად და ერთ-ერთი ძალიან მაღალი ხარისხის მწარმოებლად შეიძლება ვთქვათ და მათი გამოშვებული კალაშნიკოვიც ბერილზე მაქვს საუბარი, ითვლება ერთ-ერთ ასე ვთქვათ ყველაზე მაღალი ხარისხის კალაშნიკოვად და გარდა ამისა საქართველოში სხვათა შორის რაღაცა პერიოდი შემოვიდა რადომის გამოშვებული ორიგინალი AKM-ები, პოლონური გამოშვების და ისიც შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხარისხის კალაშნიკოვი, რაც დღეს საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს. დაუბრუნდეთ ახლა VBP-ს. როგორც გითხარით, ანუ VBP-ის ისტორია იწყება 90-იანი წლებიდან, მათ საერთოდ სხვა სეგმენტი ეჭირათ თავიდან და შემდეგ უკვე 2000-იანების დასაწყისში 2008 წელზე არის დაახლოებით საუბარი, დაიწყეს კალაშნიკოვების, ასე ვთქვათ, წარმოება. თავდაპირველად VBP-ის გამოშვებულ პირველ მოდელებს ერქვათ Foxy და ისინი ამერიკაშიც, ასე ვთქვათ, ექსპორტირდებოდა და შემდეგ უკვე ახალი თაობის კარაბინები, რასაც დღეს თუნდაც VBP-ის საიტზე ნახავთ და რაც დღეს საქართველოში იყიდება, ეს არის ეგრეთ წოდებული
ჯეკის სახელით ცნობილი კარაბინები, ესეც წარმოადგენს სრული ზომის ჯეკს, არის კიდე მინი ჯეკი და საშუალო ჯეკი. ნუ ეს ჯეკ პოპინსკი არის, ვინც თავის დროზე ასე ვთქვათ, VVP დაარსა და ხელმძღვანელი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავის სახელი დაარქვა კარაბინს ისე როგორ. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ კარგია, როცა იარაღს, ასე ვთქვათ, განვითარების რაღაც ეტაპები გამოვლილი აქვს და ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ ამ AK-ზე პირველი, ანუ VVP-ის პირველი წარმოების კალაშნიკოვებზე რაღაც პრობლემები იყო. დღესაც რაღაც პრობლემებს წავაწყდებით, ასე ვთქვათ, ინტერნეტში, რადგანაც ეს იარაღი მასობრივად შედის ამერიკაში და თვითონ VVP USA საიტი რო ნახოთ, იქაც ნახავთ, რომ ძალიან ბევრი სახეობის იყიდება და საკმაოდ ესე ვთქვათ, ფეხი მოიდგა, რადგანაც ზოგადად ამერიკაში კალაშნიკოვების მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. გარდა ამისა, ძალიან პრობლემურია იქ იარაღის შეტანა, ესე პირდაპირ ვერ წაიღებ და ვერ შეიტან, უნდა შევიდეს როგორც parts kit-ი, ანუ ნაწილების და იქ აეწყოს და ამის შემდეგ წავიდეს გაყიდვაში და ამიტომაც ესეთი რთული პროცესია ხოლმე, არა და ინტერესი ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე, ბოლო შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წელია, რაც ამ VVP-მ ასე თუ ისე პოპულარობა ამერიკაშიც მოიპოვა. ის არ ითვლება ტოპ კატეგორიის კალაშნიკოვად, თუმცა ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მუშა სეგმენტის არის და ზოგადად როცა კალაშნიკოვზე გვაქვს ლაპარაკი, არ უნდა ველოდოთ, რომ რაღაც ხელოვნების ნიმუშთან გვექნება საქმე. რეალურად ეს იარაღი უნდა იყოს მუშა და იქ არ უნდა გამოვეკიდოთ რაღაცა პატარა ქარხნულ წვრილმანებს და ვიზუალს, იმიტომ რომ ეს არის საბრძოლო იარაღი, თავის დროზე ასე ვთქვათ, თავის დროზე რა ეხაც საბრძოლო იარაღია და შესაბამისად, ნუ სპორტული სროლისთვის განკუთვნილი მოდელებიც იმეორებს ზუსტად იგივე დიზაინს და ამიტომაც რაღაცა განსაკუთრებულ დეტალებს და წვრილმანებს და თუნდაც ლუფტებს არ უნდა გამოვეკიდოთ. რა თქმა უნდა, ამერიკის ბაზარზე უკეთესად, საქართველოს ბაზარზე ეს იარაღი ჯერჯერობით ვერ დაიტესტება ვერანაირად. შესაბამისად, ძირითადი პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, იქნება მხოლოდ შორიდან, ის რაც წაკითხულიდან მოსმენილი მაქვს, ასე ვთქვათ, და ამის შემდეგ დღეს თან გადავიღებთ და თან გავტესტავთ სიზუსტეზე, გავტესტავთ თვითონ გამოყენების კუთხით, რამდენად ასე ვთქვათ, მოსახერხებელი არის და გარდა ამისა, მე პატრონებ თვითონ ამ იარაღის ასე თუ ისე მაქსიმალურად გადააწყო ეს მოდელი და შესაბამისად გვაქვს საშუალება, რომ იგივე სასხლეტი შეცვლილი გვაქვს, მაგაზეც ვილაპარაკებთ, ჯგუფებზეც ვისროლოთ და ვნახოთ ერთი რა ბიჭია სიზუსტის ამბავშიც. ცოტა დიდი შესავალი გამოგდის, მაგრამ ვიცი რომ საქართველოს ზოგადად კალაშნიკოვების მიმართ დიდი ინტერესია. ნუ ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ვართ, ასე ვთქვათ და ჩვენი ყველა წინააღმები, რაც ასე ვთქვათ, ჩვენ მოგვიწია ყველგან ბოლო მე-20 საუკუნეს გულისხმობ ვიყენებდით კალაშნიკოვის ავტომატებს, შესაბამისად სამოქალაქო სექტორშიც, მოყვარულ მსროლელებშიც AK-ს განსაკუთრებით წინ ძველი თაობის ხალხს AK-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აქედან გამომდინარე დიდი მოთხოვნაა ხოლმე და აქამდე მოიაზრებოდა რომ AK ყოველთვის იყო ბიუჯეტური სეგმენტი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემ პირველი საიგა როცა ვიყიდე 2017 წელს 1500 ლარი ღირდა მაშინ. დღეს უკვე AK-ს ფასები არ აქვს მნიშვნელობა, თან მაღალი დონის არის თუ დაბალი დონის არის თუ საშუალო დონის არის, ასე ვთქვათ, უკვე 3-4 ლარის ფარგლებშია და რეალურად აი დამწყები მსროლელისთვის, რომელსაც სროლის სწავლა უნდა, AK-ს პლატფორმის შეძენას მაგ-ფასში აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელი ვთქვათ, ER-15-ია, მაგრამ რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც უშუალოდ კალაშნიკოვი უყვარს, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, თორე კალაშნიკოვი ვერ ეყვარება საფლავში, რა ქნას მაგ ხალხმა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბაზარზე არსებულ მოდელებს შორის აკეთებს არჩევანს. რაც შეეხება რატო ჭირდება დიდი შესავალი ამ იარაღს, რატომღაც ყველას გონია რომ თითქოს აი კალაშნიკოვის ავტომატი ზოგადად ძალიან მარტივი კონსტრუქციის არის, მაგრამ რეალურად დასამზადებლად არც ისე მარტივი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძველი ტექნოლოგიაა და გარდა ამისა, საჭიროებს სპეციალურ ნაწრთობი ფოლადის მიერ დამზადებულ ნაწილებს და პრესს, რომლითაც ლულა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ტრუნიონში, ანუ ლულის კოლოფში იპრესება. აქედან გამომდინარე, არც ისე მარტივია მისი კარგად დამზადება და რეალურად ხა პოლონეთში რამდენიმე სახეობის AK-ი წარმოება და VVP-ის შემთხვევაში ის არის სრულიად, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ფირმა, ის სამხედრო შეკვეთებზე არ მუშაობდა და აქედან გამომდინარე ეს გამოცდილება მას არ აქვს, თუმცა ნოლიდან დაიწყეს ეს ამბავი. შევხვდებით საიტზე, სადაც ამბობენ, რომ ლულებს თვითონ ამზადებენ, მაგრამ ასევე შევხვდებით სხვადასხვა ვიდეოს, სადაც თვითონ იქაური, ასე ვთქვათ, პერსონალი ამბობს, რომ ლულებს მას სხვა ფირმა უწარმოებდა და VVP-ები ზოგადად გამოდის, საქართველოში ჯერ არ ჩამოდის ქრომირებული ცივადნაჭედი ლულებით, რაც არის
არის სტანდარტი იდეაში საბრძოლო აკასთვის, არის ნიტრადირებული ლულებითაც, რომელიც ამ ტიპის ლულებით ჩამოდის სწორედ საქართველოში ეს იარაღები. დანარჩენი ნაწილებს ყველაფერს ამზადებენ ისინი თვითონ და შესაბამისად, როცა დეტალებს ჩავუყვებით და განვიხილავთ და შევადარებთ, ასე ვთქვათ, ორიგინალ AKM-ს და მის დამზადების რაღაც ნიუანსებს, ნახავთ, რომ ცოტა განსხვავებული და რაღაც კუთხით გათანამედროვებული მიდგომაც არის. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კალაშნიკოვის ავტომატი არ არის სპორტული იარაღი, ხო? ის შეიქმნა როგორც საბრძოლო იარაღი, სახელმწიფო დაკვეთით და მით უმეტეს იმ წლებში, როდესაც მისი შეიარაღებაში მიღება მოხდა, AKM-ის შემთხვევაში რო ავიღოთ 59 წელი, ამ დროს სახელმწიფოს გამოყოფილი ქონდა ის, ასე ვთქვათ, იქ მისი დამზადების ხარისხში ვერ გვექნებოდა ისეთი მარკეტინგული სვლები, რასაც დღეს შევხვდებით თანამედროვე იარაღში, რომელსაც სამოქალაქო მწარმოებელი აწარმოებს, რადგანაც მათი, ასე ვთქვათ, თავი იდეა არის ის, რომ პროდუქტი გაეყიდოთ, რა თქმა უნდა, პლუს იყოს კმაყოფილი მსროლელიც, მაგრამ მსროლელი ამ შემთხვევაში არის სამოქალაქო მსროლელი, რომელსაც საბრძოლო სიტუაციებში ამ იარაღის გამოყენება არ უწევთ და ამიტომაც შევხვდებით, რომ რაღაც დეტალებში არის სუფთა, ასე ვთქვათ, სამოქალაქო მიდგომა და არა სამხედრო მიდგომა. მე ვახსენე ის მომენტი, რომ კალაშნიკოვის ავტომატის რიგი დეტალები საჭიროებს ნაწერთობა მეტალს, რადგანაც თვითონ სისტემის, ასე ვთქვათ, ფუნქციონალიდან გამომდინარე, ეს იარაღი ზოგადად არის ყოველთვის ოვერგაზი და შესაბამისად ეს საკეტით გუში მოძრაობის დროს ეჯახება თვითონ ქვედა რისივერს და ამიტომაც საჭირო არის, რომ თვითონ საკეტიც, მის უკანა მხარეც და თვითონ, ასე ვთქვათ, როგორც საკეტი, ასევე მისი საკეტის ჩარჩოც უნდა იყოს ნაწერთობი, რომ გაუძლოს ამ ფიზიკურად მასზე ზემოქმედებას. რადგანაც ის ადგილები, სადაც ფოლადს ეჯახება და ამიტომაც ხშირად არის აი ამერიკაში, სადაც შედარებით დაბალ ბიუჯეტორიან კალაშნიკოვში ხშირია ხოლმე ამბავი, როცა თვითონ საკეტის, ასე ვთქვათ, საკეტი ზიანდება, იმიტომ რომ არა იმ მეტალით არის დამზადებული და არ არის ის ნაწერთობი და აქედან გამომდინარე სუფთა ფიზიკური შეხებისგან ისინი ზიანდება. რაც შეეხება ხა თვითონ VBP-ს, მე როგორც გითხარით, დღეს ჩვენ განხილვაში გვაქვს სრული ზომის ჯეკ კარაბინი. ეს არის სტანდარტული 415 მმ-იანი ლულით. ამ შემთხვევაში არის ტაქტიკალ მოდელი და ტაქტიკალ მოდელი სხვა განსხვავებული მოდელებისგან, რომელიც ზოგი გამოდის პოლიმერის ფურნიტურით, ზოგი გამოდის ხის კლასიკური ვიზუალით, თუმცა მაინც ისეთი ლამაზები ვერ არის, როგორც სტანდარტული AKM-ის უნდა იყოს, რაც უცნაური გემოვნება აქვს პოლონელებს, რაც უცნაური სახელური და უცნაური ფერის პოლიმერს იყენებენ, რაც ნამდვილად ამახინჯებს ამ იარაღის ვიზუალს. რაც შეეხება შავი პოლიმერის გამოყენების შემთხვევაში, აქ განსაკუთრებული ესთეტიკა არ გვჭირდება, იმიტომ რომ შავი ძირითადად იარაღზე კარგად მიდის ხოლმე. ტაქტიკალ მოდელში მთავარი განსხვავება რაც არის, ეს არის წინა სალულეები, როგორც ზედა, ასევე ქვედა, რომელიც არის ესეთი სპეციფიური თავისი სამაგრებით და იდეაში ტაქტიკალიც ამიტომ ქვია, რომ მასზე უფრო გაგვიადვილდება ოპტიკის დამაგრება. რამდენად ეხა საოპტიკე ადგილა, რამდენად კარგად ამაზე, როცა ჩავალთ უშუალოდ დეტალებზე მე ვილაპარაკებ, თუმცა ყოველ შემთხვევაში სტანდარტული ხის ან პოლიმერის სალულეების ნაცვლად გვაქვს ესეთი რელსიანი სალულეები. პირველი, როგორც ხდება ხოლმე ჩვენ ვიდეოებში, კონდახიდან დავიწყებთ, ასე ვთქვათ, და ჩავალთ ლულის მუხრუჭ კომპენსატორამდე და ამ შემთხვევაში რადგან მოდერნიზებული გვაქვს, იგივე თვითონ კონდახს რაც შეეხება, ეს არის სტანდარტული რესივერის დაბოლოება, რომელიც სტანდარტულად AKM-ებზეა, შესაბამისად MagPolis კონდახები მას ეყენდება მარტივად და MagPolis კონდახების გამოწერა შეგვიძლია და რასაც გვაძლევს ეს კონდახი, მთავარი პლუსი რაც არის ის, რომ ის სიგრძეში ასე თუ ისე რეგულირდება და გარდა ამისა არის მოკეცვადი. კანონმდებლობის კუთხით ზომაში თავიდან ბოლომდე ჯდება, შესაბამისად მოკეცვადი კონდახის ქონა ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის და ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იარაღი გახდეს შედარებით კომპაქტური ტრანსპორტირებისთვის. რაც შეეხება სახელურს, ანუ სახელური თავდაპირველად VBP-ის სახელური რაც მოყვება ცოტა ვიზუალიდან გამომდინარე არის ცოტა ნაკლებად მიმზიდველი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და აშკარად რეზოსთვისაც, იმიტომ რომ დააყენა მასზე MagPolis AK-ს სახელური, ბევრი კარგი სახელური არის კალაშნიკოვისთვის, FAB Defense-ის იქნება, US Palm-ის იქნება, MagPolis იქნება თუ რაც იქნება და შესაბამისად მარტივად შეგვიძლია მის გამოწერაც და შეცვლაც, რაც ამ შემთხვევაში არის შეცვლილი. რაც შეეხება სასხლეთს, დამწუთა აქ აყენია Timnis
ერთსაფეხურიანი სასხლეტი და დღეს აი როცა გადავალთ პრაქტიკულ გამოცდაზე ვნახავთ ეს სასხლეტი რამდენად კარგად იმუშავებს, რამდენად ასე ვთქვათ ყველა ვაზნაზე იმუშავებს და გვექნება თუ არა ამ მიმართულებით შეფერხებები. სტანდარტული ასე ვთქვათ ტრიგერ გადი რაც აკაზე უნდა გქონდეს, AR-ისგან განსხვავებით აკაზე უფრო მეტ წვრილ მანზე არის სალაპარაკო, იმიტომ რომ ბევრად უფრო ასე ვთქვათ მეტი დეტალი არის აქ. რაც შეეხება მჭიდის მოსახსნელ ბერკეტს, როგორც ხედავთ ის სტანდარტული აკასგან განსხვავებით არის ზომაში გაზრდილი იმისთვის რომ სასროლი ხელის თითით მივწვდეთ, თუმცა მეორე მხრივ ეს ზომაში გაზრდილი ასე ვთქვათ ბერკეტი დის იმის ალბათობაცაც რომ ჩვენ აღჭურვილობას და რაღაცებზე წამოგვედოს. ესეთი ასე ვთქვათ aftermarket ნაწილებიც არსებობს, რომელიც სტანდარტული აკას ბერკეტზე წამოეცმევა და შესაბამისად უფრო მოსახერხებელს ხდის, თუმცა თუ ჩვენ ვიდეოებს თვალს ადევნებთ, ასეთ ბერკეტებს თავის პრობლემა აქვს ხოლმე და პირველ რიგში არის ის, რომ ცალკე ჩამოსაცმელი იმას ნიშნავს შეიძლება მოძრეს, ხოლო გამოშვერილი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაცას წამოედოს. ისევ და ისევ გააჩინა რისთვის გვინდა. ყველაზე მთავარი, რასაც აკას ყიდვის წინ ვამოწმებთ, ეს არის მისი მოქლონების, გაკეთების, ასე ვთქვათ, ხარისხი. როგორ მოწმდება ეს? ანუ გვერდულად უნდა შევხედოთ ამ თვითონ ამ მოქლონებს, მე ახლო კადრებში გაჩვენებთ რაზე არის ლაპარაკი და ვნახოთ, რომ ან უსწორმასწორობა, ან ასე ვთქვათ, არასწორი ჩასმა აქვს თუ არა მას გაკეთებული. ეს მოქლონირება არის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იმიტომ რომ თუ ეს რივეტი, ანუ მოქლონი კარგად დასმული არ არის შანსი, რომ ინტენსიური გამოყენების შემდეგ უბრალოდ გამოძვრეს. იგივე თემა ეხება სასხლეტის დამჭერპინებსაც, რადგან აქ სასხლეტი შეცვლილი არის, ერთი პინი არის, ასე ვთქვათ, ცოტა მეტად ჩასასმელი და აი დღეს გამოჩნდება კიდე გამოყენების დროს, ასე ვთქვათ, გვექნება თუ არა ამ პინების, ანუ საჩერების დაძვრა. შემდეგი რაც არის, ეს არის ტრუნიონის ჩასმა თვითონ ქვედა რისივერში. ის აუცილებლად უნდა შევამოწმოთ. ნებისმიერი აკას ყიდვის დროს ჯობს ყოველთვის შევამოწმოთ რამდენად სწორად არის ჩასმული. იმისთვის რომ შევამოწმოთ, უნდა მოხსნათ უკანა ხუფი, ამოვიღოთ საკეტი ჯგუფი და გავხედოთ რომ თანაბარი დაშორება იყოს, ასე ვთქვათ, ტრუნიონსა და რისივერს შორის. მე თავის დროზე მქონდა საიგა, რომელიც არიჯდა თანაბრად, მაინც კარგად ისროდა, მაგრამ უბრალოდ ისევ და ისევ ვიზუალის ამბავში არიჯდა კარგად. ასევე შესამოწმებელია ხოლმე ყიდვის დროს წინასამიზნე და თვითონ ეს გაზის მილაკი რამდენად ზუსტად და კონცენტრულად ზის წინასამიზნესთან. არის ხოლმე შემთხვევები, როცა წინასამიზნეებიც გვერდულად არის და უბრალოდ ეხა ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ერთ მოდელის VBP-ზე ვმჟელობთ და მე უფრო გეუბნებით იმ ამბავს ნებისმიერი აკას ყიდვის დროს რა უნდა შევამოწმოთ. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად დასმული, ძალიან კარგად დამაგრებული და შესაბამისად აქ ამ კონკრეტულ მოდელზე ეგ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. შემდეგი რაც არის ჩვენ გავჩერდით, ასე ვთქვათ, მჭიდის მოსახსნელ ბერკეტს ეს არის მცველის მოსახსნელი და როგორც ხედავთ გათანამედროვებული ვარიანტია იმისთვის რომ ასე ვთქვათ სასხლეტით მარტივად მოხსნათ და მიუშვათ. განსხვავებით იგივე რუსული კალაშნიკოვებისგან ამ შემთხვევაში VBP-ის მცველის მოსახსნელი არის ზედმეტ დარბილებას არ საჭიროებს, იმიტომ რომ თითის ძალიან მარტივი მანიპულირებით შეიძლება მისი მოხსნაც და დაყენებაც. შემდეგი საკითხი, ხუფზე განსაკუთრებული თქმა არაფერი არ შეიძლება, სტანდარტული აკას ხუფი არის, წინა მხარეს მექანიკური სამიზნე არის, სექტორული სამიზნე 800 მეტრამდე, თუმცა ეს სექტორული სამიზნე და მისი ასე ვთქვათ დაანომრვა რეალურად მით უმეტეს 5.56 შემთხვევაში ნაკლებად გჭირდება, მაგრამ რადგან არის ასე ვთქვათ სტანდარტული აკას სისტემაზე ლაპარაკი, შესაბამისად აყენია კიდევაც სტანდარტული აკას სამიზნეები. ეს სექტორები როგორ არის დანიშნული, ესე მოსაძიებელი ალბათ ცალკე 5.56-ზე, როგორც წესი ამისი ცხრილები ესე ოფიციალურად არასდროს არ შედგენილა, იმიტომ რომ საბჭოთა დარიგებები რაც არის, ორივე განკუთვნილი იყო 45-ზე და 5.55-ზე და 7.62-ზე. ნუ რაღაც კუთხით 5.55-ის ბალისტიკა ახლოს არის 5.56-თან და მაქსიმუმ შეიძლება მაგის გამოყენება, თუმცა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას ამისი რაღაც 500, 600 და 700 და 800 მეტრზე აწევა დაჭირდეს. რაც შეეხება ხა აირის მილაკს და ზედა და ქვედა სალულეს, როგორც გითხარით ტაქტიკალ მოდელზე, მას აქვს დამატებითი, ასე ვთქვათ, პიკატინის ამაგრები, ფანრის თუ სხვადასხვა აქსესუარის დასაყენებლად. როცა ამას მოუხსნით და შევხედავთ, თვითონ ზედა გაზის მილაკს აქვს დამატებითი ნახრეტები, სხვათა შორის ეს დამატებითი ნახრეტები არის კარგი დამატება, იმიტომ რომ დამატებითი გაზების გამოდევნას, ასე ვთქვათ, ხელს უწყობს და ჯერ კიდე ჩინურ აკას გაზის მილაკებზე შევხვდებოდით ამ დამატებით დახრეტას, ანუ ეს ცუდი
მეთოდი ნამდვილად არ არის და პირიქით თანამედროვე მიდგომაა გარდა იმ გვერდზე ორი ნახრეტისა გაზის მილაკსაც აქვს ანუ ნახრეტები. რაც შეეხება ახლა გაზ ბლოკს, როგორც ხედავთ ვიზუალით ის ძალიან წააგავს 45 გრადუსიან AKM-ის ასე ვთქვათ გაზ ბლოკს, თუმცა როცა ბორისკოპით შიგნით ჩავიხედავთ, აშკარად 90 გრადუსიანი ხრეტა არის. წინა სამიზნე სტანდარტული მექანიკური სამიზნე არის ის, რაც კალაშნიკოვზე უნდა იყოს და ლულის დაბოლოებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში აყენე Midwest Industries ამქრობ კომპენსატორი, ამქრობ კი არა, მუხრუჭ კომპენსატორი, თუმცა ეს გათვლილი არის ცოტა დიდ კალიბრზე და მე პრაქტიკაში ვნახავთ, ანუ 7.62-ისთვის არის გათვლილი. შემდეგი რაც არის და რაც ფრიად გასაკვირია, ეს არის შომპოლი და უნდა ითქვას ნებისმიერი სამხედრო იარაღისთვის თუ შომპოლი ზედ იარაღზე მიმაგრებულია ძალიან კარგი და როცა ამ შომპოლს ჩვენ თვალით დავაკვირდებით, ნახავთ რომ ეს ახალი გამოშვება ნამდვილად არ არის და არ ვიცი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაც ასე ვთქვათ, სამხედრო ცალკე შეძენილია და დაკომპლექტებული შემდეგ თვითონ VVP-ის კარაბინებში, რადგანაც თვითონ გამოყენების კვალი ეტყობა და ეს კვალი არის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ რაკოვინებს, რასაც ვეძახით ხოლმე, ანუ ამოჭმული და მე ახლიდან არის დაფერილი. რაც შეეხება ახლა ლულას. ლულა არის ამ იარაღზე ალბათ ყველაზე ნაკლებად მოსაწონი ნაწილი, რადგანაც მე როგორც გითხარით, საქართველოში ჩამოსული VVP-ები არის ნიტრადირებული ლულით. ეხლა ხშირად არის ხოლმე რომ რა თუნდა სამოქალაქოს ქრომირებული ან ნაჭედი ლულა ან ასე შემდეგ. აკას შემთხვევაში ეს იარაღი არ არის IR-15-ვით, ლეგოსავით დასაშლელასაწყობი, მასზე ლულის შეცვლა არის სპეციფიური საკითხი და სპეციფიური ხელსაწყოები ჭირდება და ესე ჩვენ სახლის პირობებში ამას ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ალბათ ვიღაცა შეუძლია, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და პრესს საჭიროებს, ამიტომაც რაც უფრო დიდხანს აქვს, ასე ვთქვათ, ამ იარაღს რესურსი, მით უკეთესი არის თვითონ მეპატრონისთვის. მით უმეტეს თუ ვაპირებთ ინტენსიურ სროლას. როცა ნიტრადირებულ ლულებზე იწყება ლაპარაკი, ნიტრადირებული ლულის უპირატესობა ქრომირებულთან არის არაფერი, გარდა ფასისა. რა თქმა უნდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს იარაღები საკმაოდ ძვირი ღირს, ასე 4000 ლარის ფარგლებშია და ვერ იტყვი რომ იაფიანი იარაღია, ამიტომ სასურველი იქნებოდა რომ კონდეს ცივად ნაჭედი ან ქრომირებას თავი დავანებოთ ცივად ნაჭედი მაინც ლულა. რატო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ზოგადად AK სისტემაზე ლულის გამოსვლა არ არის მარტივი და ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ლულას კონდეს დიდი რესურსი. იდეაში ეს არის 51-50 ქრომოლი ვანადიუმის CM-ის სტანდარტული, ასე ვთქვათ, შენადნობის ლულა, რომელსაც M4-ებზე ვიყენებთ და არაერთი ლულა შემოგვაცვდა უკვე ამდენი წლის განმავლობაში და მათი რესურსი არის დაახლოებით 10-12000 მოვლიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ნიტრადირებული ლულების პრობლემა კიდევ არის ის, რომ დღეს როცა გახურების ტესტს გავაკეთებთ, შევხედავთ, რამდენად, ასე ვთქვათ, ეყოფა ერთი მჭიდი მაინც ჯგუფის გასაშლელად, ანუ განსხვავებით ცივად ნაჭედი ლულებისგან და განსხვავებით ქრომირებული ლულებისგან, მოხვედრის წერტილის შეცვლასთან ერთად იზრდება ხოლმე თვითონ ჯგუფი. თან ჩვენ იდეაში ამ გახურების ტესტს ვაკეთებთ 50 მეტრში. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ჩამოთვლილი რაც ვილაპარაკე, შეიძლება მოყვარული მსროლელისთვის, იმ ადამიანისთვის, ვისაც უბრალოდ AK სისტემა უნდა და მხოლოდ გასართობა ჭირდება, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ისევ და ისევ თუ ვუყურებთ იარაღს როგორც აი საბრძოლო სიტუაციისთვის, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის წვრილმანები, რაზეც რაღა წვრილმანები უბრალოდ ის დეტალები, რაზეც ვისაუბრე, ხდება უკვე მნიშვნელოვანი. საინტერესო არის ის მომენტი, რომ თვითონ VVP უშვებს ასევე ქრომირებული ლულებითაც ამ იარაღებს, თუმცა დღესდღეობით ხოლმე ამას შევხვდებით ამერიკის ბაზარზე და თვითონ ფასითაც რა თქმა უნდა რამდენიმე ასეული დოლარით უფრო ძვირი ღირს, იმიტომ რომ ფაქტურად ის ლულები ორჯერ უფრო მეტი რესურსის მქონე არის, ვიდრე არის შავი ნიტრადირებული ლულები. ეხლა ლულაში ჩახედვის შემდეგ პირველი შაბეჭდილება რაც დაგვრჩა არის, რომ სტანდარტულად, ანუ კარგი ხარისხით არის დამზადებული, ძალიან ახალი ლულა არის და რამდენიმე ტყვია ნასროლი, შესაბამისად კამერას ვიდეოში როცა ნახავთ, ცოტათი ასე ვთქვათ, დაბინძურების კვალს ნახავთ, შესასრულში ნახავთ, რომ ძალიან ახალი ლულა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ზედმეტ ხაზებს დავინახავთ, რაც შეეხება ჭრას და გვირგვინს, გაუწმენდა ლულაზე კარგად ვერ დავინახე, ასე ვთქვათ, გვირგვინი, მაგრამ მე მგონი რომ ნორმალურია და გამოჩნდება ეგ ჩვენ სიზუსტეებზე, ხოლო ასე ვთქვათ, გაზის მილაკისთვის ლულის ნახრეტი გაკეთებული არის ძალიან სუფთად. კიდე ერთი რაც გამოჩნდა და ბარემ დავამატებ, ეს არის თვითონ წინა სამიზნის და გაზის მილაკის დამაგრება არის
ესე ვთქვათ, დაპინული, რაც არის სტანდარტული აკას მოცემულობა და ეს არის ასე ვთქვათ ყველაზე გამძლე იმისთვის რომ დაიჭიროს ეს ორი დეტალი. ბოლო დეტალი ალბათ რაც გარეგნულზე უნდა ითქვას, არის ეს ოპტიკის გვერდითა სამაგრი, რაც ყოველთვის არის ძალიან კარგი დამატება, იმიტომ რომ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა დასავლური კარგი სამაგრების გამოყენებით დავაყენოთ ოპტიკა ჩვენს იარაღზე, რადგანაც ეხა თუნდაც წინა სამაგრი მე ვთქვი რომ ამისი ლუფტი არ მოგცემს იმის საშუალებას რომ აქ რაღაცა მაინც და მაინც ზუსტი სამიზე დავაყენოთ თუ ჩვენ ახლა 100 მეტრამდე გვინდა სროლა და კოლიმატორს დავაყენებთ გასაგებია უნდა გავითვალისწინოთ რომ სიცხეში ინტენსიური სროლის დროს აქედან ამოსული ანუ გახურება თვითონ ამ ადგილისა წესით აფუჭებს ხოლმე იაფიან კოლიმატორებს, თუმცა მე ჩვენთან პირადად ეხა აკას ისეთი გამოყენება არ გქონია რომ გაგვეფუჭებინა, როგორც წესი ამბობენ ხოლმე რომ aim point-ის გარდა და ჰოლოსანის რაღაცა მოდელების გარდა ვერც ერთი ვერ უძლებს აქ ინტენსიურად დამაგრებასო. ხო, ეს წინა გაზლოკი თვითონ ერთი მთლიანი, ასე ვთქვათ, დეტალი არის, ალუმინისგან დამზადებული, შესაბამისად, ალბათ, ანუ ინტენსიური სროლის მერე საკმაოდ გახურდება ეს და გასათვალისწინებელი ამბავია ეს. რაც შეეხება გვერდითა ოპტიკის სამაგს, როგორც ვთქვი, აი ყველაზე მეტად ალბათ რაც ვეპრის მფლობელებს, ანუ კლასიკური ვეპრის მფლობელებს გვერდზე გვაკლია იარაღისთვის არის სწორედ ეს სამაგრი. კუსტარულად მის დაყენება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჯობს ყოველთვის ქარხნულად დამაგრებული გქონდეს ეს. და ამ მხრივ რა თქმა უნდა ეს გვაძლევს იმის საშუალებას დავაყენოთ პრიზმა იქნება, სვლადი გადიდება იქნება ამ შემთხვევაში თუ რა. კაი, გადავიდეთ ახლა რა ხდება შიგნით. პირველი რაც შეეხება ლულის კოლოფის ხუბს, ის სტანდარტულია ზომებში და როცა შევადარეთ მასზე სტანდარტულად მიდის სტანდარტული AKM-ის ასე ვთქვათ ხუფი, დამაბრუნებელი ზამბარად ზუსტად იგივე პრინციპით არის აწყობილი და გაკეთებული რაც აკაზე უნდა იყოს და ესეც თავსებადი არის სტანდარტულად AKM-ის ვეპრის ზამბარასთან და ამის შემდეგ მოდის უკვე სხვაობები. პირველი რაც რა თქმა უნდა ასე ვთქვათ თვალში გვხვდება არის ამ ჩვენი გაზის გუშის და საკეტის ასე ვთქვათ, საკეტის ჩარჩოს დაფარვა. ეს ამ შემთხვევაში არის პოლირებული რკინა. ანუ ეს არის ასე ვთქვათ იაფი გამოსავალი. ანუ იმისთვის რომ არ გაძვირებულიყო, ეს პოლირება ამ შემთხვევაში გარედაბინძურებისგან რა თქმა უნდა გვეხმარება რომ მარტივად გავწმინდოთ, მაგრამ ის არანაირად არ იცავს კოროზიისგან. ელემენტარული აი ესეთი დაფარვა, ანუ ოქსიდირება, ასე თუ ისე მაინც ცოტა უფრო მეტად იცავს თვითონ საკეტის ჩარჩოს დაფარვას და ამ შემთხვევაში ძალიან ყურადსაღებია, იმიტომ რომ მისი ნესტის ან წვიმის მოხვედრის შემთხვევაში ის აუცილებლად დაიჟანგება. რაც შეეხება თვითონ დგუშს, როგორც ხედავთ, განსხვავებით სამხედრო AKM-ებისგან ის ამ შემთხვევაში არის ჩახრახნული და გარდა ამისა დამატებითი საჩერი აქვს მას გაყრილი და ეს არის roll-pins ეძახიან, ანუ ესეთი ფირფიტესებური საჩერია, რომელიც იჭერს ასე ვთქვათ საკეტის ჩარჩოს თვითონ საკეტის ჩარჩოზე დგუშს. არ დაგავიწყდეთ რომ აკას შემთხვევაში ლუფტი აქ არის აუცილებელი მოთხოვნა და ხელოვნურად არ ეცადოთ ამის გამაგრებას, იმიტომ რომ თვითონ ამ იარაღს იმხელა ფოლხვა აქვს, რომ ეს ფოლხვა ჭირდება იმისთვის რომ იმუშაოს საიმედოდ. ამიტომ ამის ეს პატარა ასე ვთქვათ თავისუფალი მოძრაობა არ უნდა იყოს ჩვენთვის რაღაც მანიშნებელი. კარგი არის ის რომ ეს ამას ეძახიან გაზოდინამიურ ნაჭრევებს და იგივე ახალ საიგებში თუ დააკვირდებით ეს ეკონომიდან გამომდინარე ეს არის ხოლმე ანუ კლიანად შევსებული, თუმცა თავის დროზე ეს ორი ნაჭრევი გაკეთებულია იმისთვის, რომ მეტ დაბინძურებაზე უფრო საიმედოდ იმუშაოს იარაღმა. ამიტომ ამ შემთხვევაში შენარჩუნებული ეს კლასიკური AKM-ის სტილი და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია და როგორც ხედავთ კლასიკურ AKM-ზე თუ ჩვენ გვაქვს ქრომით დაფარული ასე ვთქვათ დგუში, ამ შემთხვევაში გვაქვს ნიტრადირებული, თვითონ ამ ნიტრადირების ასე ვთქვათ ამოცნობა არის ძალიან მარტივი. ნუ რა თქმა უნდა აქაც ბიუჯეტიდან გამომდინარე აირჩიეს ასე ვთქვათ ეს გზა და გარდა ამისა როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, თვითონ ეს ქრომირების პროცესი იმდენ რაღაც თემას უკავშირდება ევროპაში ამ გარემოს დაცვის ამბებიდან გამომდინარე, რომ არც ისე მარტივად არ ხდება და ამიტომაც მით უმეტეს ახლა ისეთი სამოქალაქო მწარმოებლებისთვის ეს ქრომირება არ არის მარტივი გასავლელი გზა, ისე რომ იარაღი ძალიან არ გააძვიროს. სხვა რაც შეიძლება ითქვას საკეტზე, თვითონ ეს საკეტი, ასე ვთქვათ, სტილით არის AKM-ის მსგავსი საკეტი, რასაც გულისხმობ იმას, რომ თვითონ ეს ექსტრაქტორი შიგნით არის, ანუ ამ საკეტის წინა თავში და თვითონ
ნემსა არის ზამბარის დაჭიმულობის ქვეშ და ყველაზე ხშირად, რასაც დასავლურ გამოცდილებას შევხვდებით, არის ნემსის პრობლემა ამ იარაღზე. ამბობენ, რომ 1000-2000 გასროლის შემდეგ ეს ნემსები ინტენსიურად ტყდება, რაც გამოწვეული არის მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, სტანდარტული AK-ს ნემსების შემთხვევაში, რომელიც დაბოლოებაც არის მთლიანად ყელი და არ არის, ასე ვთქვათ, ის ზამბარის ქვეშ დაჭიმულობა, რაც ამას აქვს, განსხვავებული კონსტრუქციის გამო აქვს, ამბობენ, რომ აქვს ეს სუსტი მხარე და ამიტომაც ასე გვირჩევდნენ, ასე ვთქვათ, როცა ინტერნეტს გადავალე თვალი, გვეყიდა სამხედრო ბერილის ნემსები, რომელიც განსხვავდება ფორმით. მოკლედ პირდაპირ რეკომენდაცია იყო, რომ თუ VBP-ს კალაშნიკოვს ყიდულობთ, უეჭველი რამდენიმე ნემსი თან იყიდეთო, თუ ინტენსიურად სროლას აპირებთო. ეხლა საქართველოში ზოგადად ეგ პრობლემაა ხოლმე, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ინტენსიური სროლის და 10000-ობით სროლის გამოყენების საშუალება არ არის ხოლმე, მაგრამ რავი, დრო გავა, ეს იარაღები უკვე ბევრი ფლობელობაშია და ასე თუ ისე დაიდება, ასე ვთქვათ, გამოცდილება ამ ნემსებთან დაკავშირებით. კარგი ისა, რომ წესით გამოვიწერთ სათადარიგოს და დაახლოებით $20-მდე ჯდება თავისი ორიგინალი, ბერილის ნემსები ზუსტად რა ჯდება, ეგ არ ვიცი და ინტერნეტში, ასე ვთქვათ, მაგის ლინკს დავდებ ცალკე. მე როცა ვამბობდი AK-ს, ასე ვთქვათ, წრთობის, ნაწილების წრთობის მნიშვნელობაზე, ვამბობდი ზუსტად ამ საკეტის წრთობის, ასე ვთქვათ, ხარისხზე და საკეტის ჩარჩოს წრთობის და იმ უკანა ხარისხზე, რადგანაც ინტენსიური ხმარების შემდეგ ბევრი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტური AK-ს შემთხვევაში ეს უკანა მხარე განიცდის ხოლმე მნიშვნელოვან დეფორმაციას. და გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები, თუ ეს არ არის შესაბამის ფოლადისგან დამზადებული, დროთა განმავლობაში ეს საყრდენი ბრჯენი, რაც აქვს, საბრძოლო ბრჯენები, მისი მოცვეთა ხდება ხოლმე და ძალიან საინტერესოა მომავალში როგორ გვაჩვენებს თავს თვითონ VBP. რაღაცა ვიდეოები არის, სადაც 5000 გასროლის შემდეგ ამ იარაღების რევიუები დევს, მათ შორის ერთ-ერთი ედო რობსკის, სადაც ეს უკანა მხარის დეფორმაცია არ იყო, ასე ვთქვათ, მიუღებელ დონეზე, თუმცა დანარჩენ ვიდეოებს როგორც წესი არ გვაჩვენებენ ხოლმე იმ მნიშვნელოვან ნაწილებს, რაც რეალურად საინტერესო არის იმ ხალხისთვის, მით უმეტეს საქართველოში, როცა ამხელად თანხას ვიხდით და ჩვენ ჯიბიდან ვიხდით ამას, გვინდა რომ სანდო იარაღი გქონდეს, თან პლუს კალაშნიკოვი ყოველთვის ასოცირდება სანდოობის და გამძლეობის ეტალონთან ხოლმე. რაც შეეხება ეხლა თვითონ ამ გაზის მილაკის ჯგუშს, როგორც იცით, სტანდარტული AK-ს შემთხვევაში ის ორნაწილიანია, ერთი არის ის ხის ან პოლიმერის გარსი, რაც გარს ეკვრება, ამ შემთხვევაში არის ერთი მთლიანი ნაწილი, თუმცა უკანა მხარეს თუ შევხედავთ, სავარაუდოდ ისიც აწყობილია, მაგრამ წინა მხარე მთლიანად გამოჩარხული არის. ეს არის ამ შემთხვევაში ალუმინი და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხა 5.56-ზე კოროზიული ვაზნები ნაკლებად, მაგრამ 7.62-ზე და 5.55-ის შემთხვევაში და 5.55-ის BBP-ები ჩამოიტანეთ ხალხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უნდა. ამ ალუმინს აქვს დიდი პლუსი, იმიტომ რომ უფრო გვიანი ჟანგება, განსხვავებით სტანდარტული AK-ს იმ ფოლადის ფირფიტისგან, რომელიც პირველი რაც ხდება ხოლმე იჟანგება ეგ ადგილი. და მე როგორც გითხარით, ეს დამატებითი ნახორტები არის ძალიან კარგი. როგორც ხედავთ, ეს იგივე ულტიმაკის სამაგრე, რომელიც ითვლებოდა თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე კარგ სამაგრად, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, რომ წინ დაგვეყენებინა, მეც მეყენა თავის დროზე საიგაზე, იმისგან განსხვავებით, მას ულტიმაკს აქვს ქვემოთ ესეთი ლულაზე სამაგრები, ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ზემოდან დადებული და აქედან გამომდინარე არის ის მომენტი, რომ მას აქვს საკმაო ლუფტი, ამიტომ ზუსტ სროლაზე მაგამ ბავში ლაპარაკი ვერ გვექნება. ქვედა მხარეს თუ დავხედავთ, როგორც ხედავთ, აქ არის ეს ფირფიტი, რომელიც თერმოიზოლაციის, ასე ვთქვათ, გაგრილების საშუალებას გვაძლევს, რომ ხელი ცოტა გვიან დაგვეწვას. ხა ეს იარაღი გაწყობილი ისია, რომ ხელი შედარებით მოშორებით გვაქვს და აი ვნახოთ გახურების ვიდეოდან გამოჩნდება რამდენად კომფორტულია. AK-სთან ურთიერთობა აუცილებლად გულისხმობს ხელთათმანებს, თუ არ გვინდა რომ ხელები დავიკაწროთ და დავიჭრათ. ეხა გადავალთ ჩვენ პირველი ჯგუფებზე გავისვრით, ვნახავთ რამდენად კარგად ისვრის, რამდენიმე სახეობის ვაზნა გვაქვს, როგორც 5.56, ასევე 223. მე ერთი რაც გამომჩა და ეხლა დავამატებ, ეს არის ხრახნის ბრუნი, რომელიც როცა მოხსნით სალულეს ზედაწერია და ამ შემთხვევაში არის 1.8 ინჩთან და ზედაწერი ასევე 5.56 და 223, რაც იმას გულისხმობს, რომ თამამად შეგვიძლია ორივე სპეკის ვაზნების გამოყენებას. დღეს ჩვენ გავისვრით 62 გრენისაც, 55 გრენისაც, სხვადასხვა მწარმოებელსაც და ვნახავთ რა შედეგები გვექნება, ამის შემდეგ გვექნება უკვე გახურებაზე სროლა და კიდევ ერთხელ ვნახავთ, რომ ნიტრადირებული ლულა რას შვება ამ შემთხვევაში. დღეს არ არის ისეთი სიცხე, როგორც სხვა ტესტირებების დროს იყო. შესაბამისად, ან ერთს ან ორ მჭიდს გავისვრით და მერე გავისვრით ჯგუფებზე.
რაც შეეხება ხა ამ იარაღის პრაქტიკულ გამოცდას, პირველ დღეს როცა ჩვენ ამის ვიდეოს გადაღება დავიწყეთ, ვისროლეთ ჯგუფებზე და ვისროლეთ ლულის გახურებაზე, 5 სახეობის ვაზნა ვისროლეთ, მათ შორის იყო 855-ები, SS-109 თურქული და ამერიკული, ასევე იყო GGG, თურქული ვენომი და ფიოკის ვაზნები და 50 მეტრზე საშუალო ჯგუფები, ანუ ზუსტ ჯგუფებს ნახავთ თვითონ ეკრანზე, დაახლოებით 4.5 სანტიმეტრი იყო, 10 ვაზნიან ჯგუფებზე არის საუბარი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია ამ იარაღის. საშუალო სიჩქარე არის 900 მეტრწავე. აა 911 არის საშუალო სიჩქარე. მე გადავიყო ის ხოლმე რა 18 მეტრწავე. რაც შეეხება თვითონ ბალანსის საკითხს, როგორც ხედავთ, ეხლა ამ დღეს ეს იარაღი უკვე დაკომპლექტებული არის სვლად გადიდების ოპტიკით და დამატებული აქვს მას გვერდთა სამაგრი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას დაემატა წონა, თუმცა ეს უკუცემის ამბავში კიდევ უფრო კარგი დამატებაა. ჩვენ როცა მექანიკური სამიზნით ვისროლეთ ახლო მანძილზე, ასე ვთქვათ, სწრაფი ტემპით, იარაღი ფაქტიურად არ მოძრაობდა. თან ვისროლეთ 855-ები, ფედერალები, რომელიც მაგალითად AR-15-ში გამოყენების დროს შედარებით მეტი უკუცემით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში, რადგანაც ამაკას ხვირზე ასევე დამატებული აქვს კომპენსატორი, წონისა და კომპენსატორის ხარჯზე ეს იარაღი ფაქტიურად არ იძვრის ადგილიდან. რაც შეეხება ამ კომპენსატორს აღწერის დროს მე გამომრჩა VBP-ზე ლულის ხრახნი თვითონ რაზეც კომპენსატორი ჯდება არის ზუსტად იგივე რაც არის სტანდარტულ AKM-ზე, ანუ 14-1-ზე მარცხენა მხარის ბრუნით და შესაბამისად რაც აყენია, ეს არის იდეაში Midwest Industries AKM-ისთვის განკუთვნილი კომპენსატორი, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს, შენელებულ კადრებში ამას კარგად ნახავთ. საიმედოობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ იარაღის საიმედოობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭიდი და იარაღი, ასე ვთქვათ, ცალ-ცალკე ნაწილებია, სადაც შეიძლება საიმედოობასთან პრობლემები გქონდეს, და მჭიდებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. რაც შეეხება საიმედოობას, ყველა სახეობის ვაზნა ვისროლეთ კარგად, მცირედი ხარვეზები გქონდა არასტანდარტული იგმანის გამოშვების დაბალწნევიან ვაზნებზე, რომელსაც ხანდახან ეს იარაღი არ ისროდა, ასე ვთქვათ. სადაც 20 ტყვია ვისროლეთ და დაბალწნევიანებზე, მე მგონი ნამეტანი დაბალი წნევა აქ ამიკოს.
როგორც ვიდეოს დასაწყისში ვილაპარაკე, ესე არა იმდენად კარგად არის გაწყობილი, რომ ყველაფერი მოსახერხებელი აქვს და რაც შეეხება სასხლეტის შეცვლილია და შესაბამისად აქედან სწრაფად სროლა არის ძალიან მარტივი. დღეს ასევე ჩვენ გვაქვს საშუალება 762 VBP-ის გამოცდისა, რომლის ვიდეოსაც ცოტა მოგვიანებით მოგაწვით და შესაბამისად სტოკის სასხლეტი თვითონ რაც ამ იარაღს მოყვება, ასევე ძალიან კარგია. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს თიმნის სასხლეტი უკეთესია ზუსტი სროლისთვის, მაგრამ სტოკის სასხლეტი რაც VBP-ის მოყვება არის ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება მჭიდებს, თავდაპირველად როცა VBP-ის კარამის ვყიდულობთ აქ საქართველოში, მას 762-საც და 556-საც მოყვება 10 ვაზნიანი მჭიდები და 30 ვაზნიანი მჭიდები უნდა გამოვიწეროთ. რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა რომ 5.55 კალიბრის სამხედრო მჭიდები გადავაკეთოთ, თუმცა მოგვიწევს ასე ვთქვათ, უხეში ჩარევა ამ შემთხვევაში და ასევე ბოლომდე ვერ გავავსებთ ხოლმე იმ მჭიდს. რაც შეეხება 5.56-ებს, სხვადასხვა სახეობის არჩევანი არსებობს. დღეს ჩვენ მაგალითად ამ იარაღის მეპატრონეს აქვს 3 სახეობის მჭიდი. ამ მჭიდებზე ჩვენ წინადღით გამოვცადეთ ეს იარაღი. ერთი იყო Pro Mag, რომელიც ამერიკაში ცნობილი არის როგორც საკმაოდ დაბალხარისხიანი მჭიდი და ამაზე გქონდა შეფერხებები. ასევე გქონდა ACE-ის ალუმინის ჩანართიანი, რომელიც AK-12-ის მჭიდის მსგავსი არის ფორმაში, თუმცა მისი წინა და უკანა ჩანართები არის ალუმინის, შედარებით ნაკლებად გამძლე ვიდრე ფოლადის, თუმცა ამ მჭიდმა იმუშავა უპრობლემოდ და თვითონ VBP-ის მჭიდი, რომლის გამოწერაც ასევე შესაძლებელია სხვადასხვა საიტებიდან, ეს არის ჩვეულებრივი VBP-ის 30 ვაზნიანი მჭიდი. ამ შემთხვევაში ოღონდ ჩანართები არ გვაქვს რკინის და ყველაზე კარგი მჭიდი, რომელიც დღესთან არ გვაქვს, თუმცა შესაძლებელია რომ ვიშოვოთ, ეს არის თავის დროზე საქართველოში 223 კალიბრის არსენალის, ბულგარული არსენალის წარმოების კალაშნიკოვები შემოდიოდა და ყველაზე კარგი მჭიდი თავისი რკინის ჩანართებით იქნება სწორედ ეგ. დაახლოებით 10 ვაზნა გვაქვს ახლა სამ მჭიდში ჩადებული და ნახავთ კიდევ ერთხელ რამდენად კარგად მუშაობს ამ მჭიდებს. ეს არის VBP-ის ორიგინალი 30 ვაზნიანი მჭიდი. Pro Mag, რომელსაც ნაკლებად აქებენ ამერიკაში. Pro Mag-მაც კარგად იმუშავა. Pro Mag-ზე შეფერხება ჰქონდა პირველ დღეს რამდენიმე ვაზნაზე, თუმცა ჯერჯერობით კარგად იმუშავა და ACE-ის გამოშვების ალუმინის ჩანართიანი. ჩვენ როგორც გითხარით, ეს ვიდეო იქნებოდა პირველი შთაბეჭდილება. მართალია ღრმად მოდერნიზებული ვერსია შეგხვდა ჩვენ განხილვისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ ვისაც გინდათ AK-ს შეძენა, რომელსაც თანამედროვე გაწყობით გადააწყობთ და გააწყობთ, დაუყენებთ გვერდითა სამაგრს, წინა მხარეს გვაქვს პიკატინის სამაგრები, იმისთვის რომ სახელური დაუმაგროთ. ასევე ავირჩევთ იმ კალიბრს, რომელიც ასე თუ ისე იშოვება და უფრო იაფიღებს ვიდრე 762-39-ზე. ამ შემთხვევაში პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან დადებითი ამ იარაღის, როგორც დამზადების ხარისხის, როგორც სიზუსტის, ასევე სხვა მაჩვენებლების. ჩვენ ლულის გახურების ტესტიც ჰქონდა. პირველი ჯგუფი ფედერალის და 30 ტყვიანი გახურების მერე მეორე ჯგუფი. იარაღი ამ ტყვიაზე არ გასწორებულა.
მართალია ეხა შედარებით ცივა და მხოლოდ 10-30 თვის როლეთ და ოდნავ ქონდა გადაადგილება თვითონ მოხვედრის წერტილისა, თუმცა რავი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი შთაბეჭდილება ამ იარაღის არის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, რაღაცა ნიუანსები მე აღვნიშნე თვითონ დეტალურად განხილვის დროს. იმ ფასში რა ფაშიც დღეს ეს კალაშნიკოვები ჩვენ ბაზარზე იყიდება, არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი.